თეატრი არის როგორც სასწავლო. ეს ლოგიკური ადგილი არ არის. აქ მუშაობენ არა ამქვეყნიური ადამიანები და თუ ამქვეყნიურია, მოსაწყენია. ხუთი თუ 6 წლის იყო, როდესაც მამამ, ხატვარმა რობერტ სტურუამ სახლში თეატრისთვის შექმნილი მაკეტების ნაწილი მიიტანა. მაშინ გაოცდა და პირველად თეატრის მაგიური ძალა იგრძნო. 1938 წლის 31 ივლისს ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორი რობერტ სტურუა დაიბადა. რეჟისორი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ქართული თეატრი მსოფლიოს გააცნო. მაშინ მე მივხვდი, რატომ მოვედი თეატრში. იმიტომ შევებრძოლო ბოროტებას და შევებრძოლო ნებისმიერი მეთოდებით და ჟანრით. როგორ გაკიცხა? რეპრესიების და შიშის ფონზე რუსთაველის სცენაზე სულ სხვა აურა დატრიალდა. ხელოვნების სიყვარული, ახლებურად გაცოცხლებული პიესები, რომლებმაც რობერტ სტურუას და თეატრს წარმატება მოუტანა. რატომ შევაბიჯო? ქონებას ქალიშვილებს უბოძებდი, ჩემთვის კი ჩაჩებს დავიტოვებდი. გამორჩეული მსახიობების, კომპოზიტორის და სცენოგრაფის საერთო ტანდემით 1965 წელს რუსთაველის სცენაზე სულ სხვანაირი სიცოცხლე დაიწყო. არჯერას ხვის სიმართლის მოთმინები დაუგდე ყური. პირველი წარმატება სპექტაკლი სეილემის პროცესი, რომელიც რობერტ სტურუამ 25 წლის ასაკში დადგა. სპექტაკლი პიესის ავტორმა თავად არტურ მილერმა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე იხილა. არა, მომისმენე. ძალიან ბედნიერი დროა გასახსენებლად. ხომ რომ მოვედი, ეს იყო რაღაც ემოციების ზღვა ალბათ. დაუჯერებელი ამბავი იყო. იმიტომ რომ ეს ადვილად არ ხვდებოდნენ სტურუასთან, ეს ვიცოდით ყველამ. ჩემი ბედით, რომ გამხდარიყავი მსახიობი, პრინციპში გადაწყვიტა თეატრმა და ბატონმა რობერტმა. ძალიან მიზრდებით ხოლმე მასთან მუშაობის დროს, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ერთ-ერთი რაც გვასწავლა და ძალიან მიყვარს მე თვითონ მასში ეს თვისება, რომ ყოველთვის იწყებს თავიდან. არასდროს არ აქვს, დარწმუნებული არასდროს არ არის, რომ ეს გამოვა, ეს ძალიან კარგი იქნება, სულ ეჭვის ქვეშ ატარებს თავის შემოქმედებას და თავიდან ეს იმდენად გამოოცებელი და გამოოგნებელი იყო ჩვენთვის, რომ ამბობდა, რომ გამოვა, მე ხას უნდა დავივიწყო ყველაფერი და თავიდან დავიწყო. ჩვენც ესე ვართ. აი ეს რაღაცა თვითდაჯერებულობა და რაღაცა თვითკმარობა არასდროს არ გვაქვს. 1970-იან წლებში ცნება რობერტ სტურუას თეატრი გაჩნდა. მსოფლიო ცენტრში მოექცა ცხოვრება და სიკვდილი მეფე რიჩარდ მესამისა. 1979 წელს დადგმულმა სპექტაკლმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ორიგინალური ინტერპრეტატორი გახადა. მან ქართული თეატრი მსოფლიო რანგის კულტურულ სივრცედ აქცია. შექსპირი, ბრეხტი, იონესკო და ქართული კლასიკა. სტურუას სცენაზე ყველა ტექსტი თანამედროვე დრამად, პოლიტიკურ ალეგორიად და სოციალური გააზრების ვრცელ არენად გადაიქცა. თავი უნდა მოვაშოროთ მის ტანს, არა უნდა ვკნათ. რუსთაველის თეატრმა რეჟისორთან ერთად ლონდონიდან ტოკიომდე მრავალი ქვეყანა მოიარა. უცხოელი მაყურებლის აღფრთოვანება კი არ წყდებოდა. მე უბედნიერესი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მოგველოცო დაბადების დღე და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ ოდესღაც გადაწყვიტეთ მხოლოდ ერთხელ აგეყვანათ მსახიობების ჯგუფი. იმისთვის, რომ იმავე წელს მეოთხე კურსზე საოცრება მოხდა და პატარა გოგონას მომანდეთ ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი როლი თქვენ სპექტაკლში. სპექტაკლი, რომელმაც მაშინ საბჭოთა კავშირში უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. სპექტაკლი, რომელიც მოსკოვში მოხსნეს, იმიტომ რომ ყველაზე დისიდენტურ და
არასაბჭოთა კავშირის სპექტაკლად შეითვალა. კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ აი ის კრიტიკოსები და რეჟისორები, რომლებიც თქვენით აღფრთოვანებული იყვნენ ლონდონში, ნიუ-იორკში თუ სხვაგან და რომ ამბობდნენ, რომ თქვენ უნდა ისწავლონ სპექტაკლების დადგმა და შეგიყვანეს ყველა დროის 5 საუკეთესო რეჟისორთა სიაში, აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ ისინი. დღეს რობერტ სტურუა 87 წლის გახდა. მისი როლი თანამედროვე ქართული თეატრის ჩამოყალიბებაში დიდი და ვრცელია. მე-20 საუკუნეში დადგმული სპექტაკლები ახლაც აქტუალურია. მისი თეატრი დღემდე გრძელდება. ყველას გემადიშებით, აგერი, ძელოზე, ერთი ჩვენებურად ჩამოვარო. ფული ბევრი გვაქვს, შალვა.